ახლა ვესაუბრები ორ ქალს. ერთი არის ევროპაში და მეორე აქ თბილისში. ორივეს ყავს შვილი, ბავშვი და მიყვებიან რა პროცესი გაიარეს. ევროპაში მყოფი ქალი მიყვება რა ძალისხმევა დახარჯა სახელმწიფომ აი ეს ლაქტაციის პროცესი რომ სწორად წარმართულიყო და ბავშვს ბუნებრივი საკვები მიიღო და თბილისში მყოფი ქალი მიყვება როგორ შეაჩეჩეს სამშობიაროში ხელოვნური რძე და რა რთული ფინანსური წნეხია მისი ოჯახისთვის აი ამ რძის ყიდვა. დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ. და სხვათა შორის ევროპაში საკმაოდ ხელმისაწვდომია ხელოვნური რძე და ხელმოკლე ოჯახებისთვის კიდე ცალკე პროგრამები არსებობს და ეხმარებიან მათ იმისთვის, რომ ბავშვის განვითარება, მისი კვება მიმდინარეობდეს შეუფერხებლად. ორივე უარი მითხრა ჩაწერაზე იმ მოტივით, რომ ახლა მოუწესრიგებლები ვართო, ცოტა მოვიმატეთ წონაშიო, ცუდად გამოვიყურებითო და არ გვინდაო. ამას მომდევნო ეპიზოდებში აუცილებლად დაუბრუნდები. ქალების თვითშეფასებას რა ემართება აი ამ პროცესში, როდესაც ბავშვი ახალი გაჩენილია, შენი თავი არ მოგწონს, ჰორმონები თავისას შვება და ასე შემდეგ. ძალიან გამიხარდება კომენტარებში თქვენს გამოცდილებაზე თუ დამიწერთ, ძალიან მაინტერესებს.